ეს გადაცემა მონატრების სფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამომშვიდობის საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან. ჩვენ ახლა პანორმუზე ვიმყოფებით და დღეს მინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელსაც არაერთი შემოქმედებითი პროექტი აქვს გაკეთებული საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. ის რამდენიმე წლით ამერიკაში წავიდა, მაგრამ მან იქ ვერ გაძლო და ისევ, მოდი ასე ვთქვათ, მშობლიურ ათენს დაუბრუნდა. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შოუ ბიზნესის მამა მამუკა ლიპარტელიანი. მოგესალმები მამუკა და როგორც იქნა მოხდა ჩვენი შეხვედრა გადაცემაში და მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებ გადაცემა მონატრების სფერებში მონაწილეობას. მოგესალმები, მივესალმები შენს გადაცემას, შენს ტელემაყურებელს და მადლობა რომ მომეცა საშუალება რომ რაღაც ისე ცოტა ამერიკაში იყავი და დაბრუნდი ამერიკიდან. არა საქართველოში, არამედ შენს მეორე სამშობლოში, როგორც ხშირად ამბობ ხოლმე, საბერძნეთში. როგორი იყო ამერიკული ემიგრანტული ცხოვრება მამუკა ლიპარტელიანში და რატომ საბერძნეთი ისევ? იცი, არის საბერძნეთი ალბათ არის ჩემთვის ესეთი რაღაცა ბანალურია ეს ჩემი მეორე სახლი, მეორე სამშობლო. ხო, გავიგეთ ესეა, იმიტომ რომ 25 წელია რაც უკვე მე ვცხოვრობ საბერძნეთში, ათენში. და ბევრი ცუდი, ბევრი კარგი, რა თქმა უნდა, სიტუაციებიც და პირობებიც მქონია აქ, მაგრამ ალბათ ეს ჩემი ხასიათია, რომ ბეზრდება ხოლმე ერთ ადგილზე გაჩერება. ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილა რამოდენიმე წლით და მქონია, ესე ვთქვათ, ბევრი მჭიდრო კონტაქტი ქართულ დიასპორასთან, ქართველ ემიგრანტებთან. ბოლო იყო ამერიკა, კი 2 წელი ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, იყო რაღაც ახალი გამოწვევა ჩემთვის, რა თქმა უნდა, იყო რაღაც ახალი გამოცდილება. მაგრამ ხო, ელტყვა ის არ იყო ჩემი ქვეყანა, ჩემი არეალი, ანუ ჩემი სოციუმი, არ ვიცი როგორ ვთქვა, ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი, შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საინტერესო, ესე ვთქვათ, შემოთავაზებებიც იყო ბოლოს, იქ მე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი, ანუ გადაცემებს ვიღებდით, წერდით, არაჩვეულებრივი სტუდიაც გაკეთდა, თვისტომის ოფისში, ტელევიზია იყო ესეთი თვისტომი, ნიკოლოზ ჩხეიძე იყო ამ გადაცემის და აი ამ ჰოლდინგის ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ ხო, ფიქრით და გონებით ვიყავი, ხო, ათენში. პირველი შენი შემოქმედებითი საღამო, რომელიც მილენიუმში გააკეთე, ხო, თუ არ მეშლება, ეს ქართველის მიერ ცოტა ძალიან დიდი განაცხადი. ხო, პირველი ჩემი შემოქმედებითი, ესე ვთქვათ, ხო, ესეთი აქტივობა იყო მილენიუმის თეატრში, ბრუკლინის. მადლობა ინა ასანიძეს და თათული ტორესი, რომლები რომაყოფი იყვნენ ისინი, რა თქმა უნდა, მე ამას ვერ გავაკეთებდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბიუროკრატიული თემები არის დასალაგებელი, სანამ იდეას განახორციელებ. შესაბამისად, ამას ხელმძღვანელობდნენ ინა და თათული. არაჩვეულებრივი პროგრამა ჩატარდა, 250 მსახიობი იღებდა მონაწილეობას ამ პროექტში. კარგი იყო, ანუ ის ფაქტი, რომ პირველად ამდენი ესეთი გალა კონცერტი მილენიუმის სცენაზე შედგა 27 მაისს 2023-ში იყო, მართლაც ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ, შთამბეჭდავი იმიტომ, რომ იყო 26 მაისის დამოუკიდებლობის დღე და რაღაც ეს ორი ესეთი თარიღი აღნიშნეთ ამ დარბაზში. კარგი იყო, დასწრება იყო, 1200 სტუმარი მოვიდა. მიუხედავად კიდე იმისა ვიძახი დავით, რომ ხო, ჩემ საქმეს ვაკეთებდი, არ ვიცი რატომ, აი აქ მინდოდა ისე დაბრუნება და ვიძახოდი ხოლმე 500 евро მირჩევნია ათენში ამერიკულ $5,000. ჩემ შემთხვევაში ასე იყო. არ ვიცი, იმიტომ რომ აქ იცი როგორი თემა იყო, ამერიკაში რო ჩადიხარ, იქ გიწევს სტრესში ცხოვრება. რაღაც მარტოსულად გძნობ თავს, არავის შენთვის არ ცალია, ბევრი ისეთი, ანუ შენი სოციუმის შექმნა არის ძალიან რთული. ანუ იქ ხარ ლოგინი, სამსახური, აი სხვა მეტი იქ არაფერი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხა ვინც ძველი ჩასულები არიან და რაღაც თავიანთი სოციუმი აქვთ მოწყობილი, ხო, ნუ კარგად არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ხო, რაღაც არ იყო ჩემი რა, ალბათ ეს ამერიკა და ისე დაბრუნდი და აქ ვარ ბედნიერი.
აქ მუშაობ ათენში. მუშაობ, ცხოვრობ, ბედნიერი ვარ. ყავს ჩემს გარშემო ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უყვარვარ, პატივცემენ. ეხლა 10 ადამიანიდან 8-ს უყვარვარ, 2 მაგინებს, ეს ბუნებრივია, შეიძლება 2-ს უყვარდე, 8 მაგინებს, ესეც ბუნებრივია და მომწონს ეგ თემა. მაგრამ აქ კარგად ვარ, აქ ვარ თევზი წყალში. აი ესე არის ჩემთვის ათენი. სანამ უშუალოდ იქნებოდა ემიგრაცია, შენ გქონდა როგორც ყველა ქართველს ცხოვრება საქართველოში. კი. რა გახდა მიზეზი, რომ შენც ჩაგეცვა ემიგრანტის მანტია და შეერთებოდი იმ დიდ არმიას, რომელსაც ემიგრანტები ჰქვია და ძალიან ბევრი ყავს. ჩემი ჩამოსვლა ემიგრაციაში არ იყო დაკავშირებული ფინანსურ თემებთან. არ წამოვედი აქ, იმიტომ რომ სამსახური მეპოვნა და თქვა იქ ვერ ვიყავი კარგად. უბრალოდ ეს განაპირობა ჩემი აქ ჩამოსვლა ერთმა სატელეფონო ზარმა. მე მაშინ მუშაობდი პირველ არხზე, მუსიკალურ რედაქციაში და ესეთი ზარი იყო რა, მაშინ მობილურები არ არსებობდა და ვიღაცა ქალაქის ხაზის ტელეფონზე რეკავს, ვიღაცა ქალი რეკავს და კითხვა იყო ესეთი, სად შემიძლია შევიძინო და რა ფასში საბერძნეთზე ვიზა. ეს იყო და რო უთხარი რომ იქ არ მოხვდით, სადაც რეკავდა ალბათ, მე დამაინტერესა რას ქვია ბილეთი, ვიზა და ფული, ან ეგ ვერ გავიგე რა ხდებოდა. მოგეთ დილით რო შეიკრიბა თათბირზე, მე დავსვი ეს პირველ არხში ხდება. პირველ არხზე კი მაშინ ეხლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხო? დავსვი შეკითხვა რომ ესეთი ზარი მქონდა მე დღეს დილით და თუ შეიძლება რომ მე წავიდი ამ საბერძნეთის საელჩოში და გავაკეთო სიუჟეტი რა ვიზებს ყიდიან. ეს ხო мотивация, ანუ ინსპირაცია იყო ეს ზარი, წავედით საელჩოში, რა თქმა უნდა ჩავწერე გადაცემა ინტერვიუ ამ ელჩთან და მაშინ ვთხოვე ამ ელჩს, რომ ჩვენ ანალოგიური პროექტით ვაპირებთ წასვლა საბერძნეთში და თქვენი მხარდაჭერა დაგვჭირდება. რა თქმა უნდა, ბოლოს ჩამოვედით სადღაც გადაცემის გასვლიდან ერთ თვეში ჩამოვფრინდით საბერძნეთში, მე მახსოვს უკვე სიტყვა დორო, ანუ ვიზები გვაჩუქეს საელჩოში, ჩამოვფრინდით ათენში, მაშინ იყო პირველი ელჩი, ცხონებული საშა ალექსანდრე ჩიკვაიძე, არაჩვეულებრივი პიროვნება, მოკლედ ერთი კვირა დავყავით ჩვენ ათენში, მაშინ საანთლით ვეძებდი ემიგრანტებს, ქართველებს. გავჩერდით ერთი კვირა და მე ისევ დავბრუნდი საბერძნეთიდან საქართველოში. და ზუსტად ერთი თვის მანძილზე, არ ვიცი რა ფეხზე ჩამოვედი ამ ქვეყანაში, ავიღე ჩემი გუდანაბადი და გადმოვცხოვრდი საბერძნეთში 2000 წელს. როგორი იყო შენი ცხოვრება უცხო მიწაზე? ცხოვრება საბუთის გარეშე, ხო არ ქონდა საბუთი შენ? არა, მინდა გითხრა, მე არასდროს არალეგალი არ ყოფილა საბერძნეთში, იმიტომ რომ ისე დაემთხვა, რომ ჩამოვედი, მე კანონი გამოვიდა ლეგალიზაციის და მალევე აიღე საბუთი. ხო, ავიღე, მე გავხდი ესე ვთქვათ ლეგალი, მაგრამ იყო ძალიან ბევრი პრობლემები, ძალიან ბევრი შეგუება, ანუ ახალ გარემოსთან, ახალ მენტალობასთან, ამ ადამიანებთან, ეს ადაპტირება იყო ძალიან რთული ჩემთვის. ხო, და პირველი ახლა მე არ ვიცი, აქ არავინ არ მყოლია, მე ერთადერთი დამხვდა მაშინ თქვენი გადაცემის მთავარი პროდიუსერი ლიგია, ეს დედა არის შოუ ბიზნესის საბერძნეთში. ლიგია დამხვდა, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცები მასწავლა და ნუ მე რა თქმა უნდა დამოუკიდებლად დავიწყე თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში. ხო, იყო ბევრი ცუდი რაღაცებიც, მაგრამ საერთო ფონი ჩემთვის საბერძნეთი არის ყველაზე ესეთი ლოიალური ქვეყანა და ყველაზე, ანუ სახლში გგონია თავი ამ ქვეყანაში. პირველი შენი ღონისძიება, რომელიც გააკეთე. პირველი ჩემი ღონისძიება იყო მე და ლიგიამ გავაკეთეთ ერთად ეს ღონისძიება. მაშინ ცხონებული მზია კვირიკაშვილი ვყავდა, ნეკასების კვერაძე და მერაბ სეფაშვილი, ხო, თუ არ ვთქვი, ესე იყო. ეს იყო ჩვენი პირველი ერთობლივი ესეთი კოჰაბიტაცია შედგა ჩემი და ლიგიას. მერე ჩვენი გზები გაიყარა. მან თავისი დამოუკიდებელი გზა აირჩია, ნუ მე ჩემს გზაზე წავედი, ესე ვთქვათ. ანუ ჩვენი პარტნიორები საქმეში უკვე აღარ ვიყავით. მაგრამ ეს იყო კატალიზატორი იმისთვის, რომ ლიგიას ძალიან ბევრი პროექტები ეკეთებინა და მართლა ძალიან
აი უამრავი არ ვიცი ციფრიც არ ვიცი რამდენი ღონისძიება გააკეთა ათენში და ძალიან საინტერესო. ჩემ შემთხვევაში ხო ნუ მე რაღაც უფრო დავიწყე ბერძნულ ესე ვთქვათ კინოტი საზოგადოებასთან უფრო ურთიერთობა. ხო მე დამოუკიდებლად ჩემს რაღაც ღონისძიებებს ვაკეთებდი რაღაც ლაივ პროგრამებს ბერძნულ ქართულ ესე ვთქვათ თანამეგობრობის ფორმატში. ხო რავი რაღაც სერიალებში თამაშობდი აქ ბერძნულ სერიალებში რაღაც ხო რავი აი ესე განვითარდა მოკე ჩემი გზა საბერძნეთში რითაც ვარ მაყოფილი ნუ რაც მაქვს და როგორც იყო როგორ მოხდი ბერძნულ სერიალებში ხა ქართველებისთვის ეს არ არის მარტივი ხო ბერძენისთვის არ არის მარტივი რომ ეხა მოხდე ბერძნულ სერიალში ეხა ვერ გეტყვი რომ რაღაცა მთავარი როლები ვითამაშე რაღაც ეპიზოდური როლებშიც ეხა საინტერესოა ხო როლებში ხო ეხა მინდა გითხრა ჩემ შემთხვევაში ნუ დამეხმარე რა თქმა უნდა ჯული მასინო რომელიც ჩემ ესეთ მეგობარია ყველგან ყოველთვის ნაცნობობით ხდება ხო ყველაფერი ახლა სხვანაირად ახლა შე როგორი ესეთი ვუნდერკინდის მსახიობიც არ უნდა იყო უცხოელი ხარ ემიგრანტი თან საქართველოსდან ახლა არანაირი პრივილეგირებული არაფერით არ ახარ შესაბამისად ხო ჯულიმ დამეხმარა მე მუშაობდი მე მეგაზე დილის ეთერში ხო მე რა სერიალებში მივიღე მონაწილეობა და ესე ნელ-ნელა შევედი ამათ ესე ვთქვათ ბერძნულ შოუ ბიზნესში ნუ ესე დავარქვათ ამას გამო და ხო ბევრი ახალი მეგობრები გავიჩინე ბევრი საინტერესო ქართველი ადამიანების გავიჩინე ემიგრანტები და მოკლედ ეხლა მაგ ჩემი ესე ვთქვათ 12 კაციანი სამეგობრო ერთი ოჯახი ვართ და ესე ცხოვრობთ ემიგრაციულად ფიქრობ ნორმალურად. პირველი ღონისძიება, რომელიც უკვე დამოუკიდებლად გააკეთე. დამოუკიდებელი ღონისძიება გავაკეთე, თუ არ ვცდები, ერთ-ერთ ღამის კლუბში, აღორა, ქვია ესეთ მონასტირაკზე. მაშინ იყო 8 მარტი. ნიკოლეტა იყო კონსტანტინიდუ, ჩვენი მომღერალი. სამსახურის გამო, ანუ ვერ საჭირო დროს ვერ ვუთმობდი, ასე ვთქვათ, ამ საორგანიზაციო თემებს, იმიტომ რომ მარტო ვიყავი. შესაბამისად, ხო, ალბათ წელიწადში 1-2 ღონისძიება. როგორია ქართველი ემიგრანტის ცხოვრება უცხო მიწაზე? მონატრების თემა რომ გითხრათ რომ აი ესეთი გამძაფრებული მაქვს მეთქი საბერძნეთში როცა ვარ არ მაქვს ეს შეგრძნება ეს მქონდა ამერიკაში ყოველ ღამე მე ძილში ჩემს სოფელში დავდიოდი ჩემს რაიონში დავდიოდი რომელიც არ მქონია საბერძნეთში ისე გავა რაღაცა თვები რომ არც გამახსენდება ჩემი სოფელი ხა არ ვიცი ხა რამდენად კარგი ამის თქმა ესე მაგრამ ანუ მინდა შევადარო ალბათ იყო ეს მანძილის გამო ეს ფიქრები აი ამ საბერძნეთში დამეთანხმებიან ბევრი ხა ვინც ამ გადაცემას უყურებს ვინც საბერძნეთში ცხოვრობს რომ ესეა ხარ შენ სახლში იმიტომ რომ რაღაც მაინც აქ არის ადამიანური ადამიანები. ამერიკაში რამე რომ გაგიჭირდეს ქუჩაში, მეორეს უფლება არ აქვს მოვიდეს და მოგეხმაროს, იმიტომ რომ ეს კანონით იკრძალება, იმიტომ რომ შეიძლება შენ მას დააბრალო, აი შენს გამო გახდა ცუდად და იქ რაღაც ესეთი დისკრიმინაციები ხდება ხოლმე. ამიტომ ჩემთვის საბერძნეთი და ემიგრაციული ცხოვრება არის ძალიან ბევრ ფერებში, ანუ როგორ გითხრა, კარგი. როგორი ფერი აქვს მონატრებას? ყველანაირი ფერი აბსოლუტურად. აი გამოყოფილი ფერი ჩემს ესე ვთქვათ, აი ამ გრძნობას მონატრებას არ აქვს. მე ყოველ დღე პირველში ჩემი თავი მენატრება, იმიტომ რომ აი ამ სოციუმში ჩვენ იმდენად ძალიან ბევრ ემოციებს ვატარებთ, იმდენ ძალიან ბევრ დადებითსაც და უარყოფით ნეგატივებს თუ ენერგეტიკას ვატარებთ ამ სოციუმიდან აი ამ ყოფიდან რასაც ჩვენ გადივართ ყოველ დღე ხო ჩემთვის არაფერი არ აქვს არაფერს ფერი არ აქვს რა გასწავლა ემიგრაცია პირველ რიგში მასწავლა რა თქმა უნდა საკუთარი თავის პოვნა ეს არ მნიშვნელოვანია და ზოგადად თაობა ჯენზი თაობას რო ეძახით, ხო? ჩვენ ვართ მილენიალის თაობა, ხო, როგორც ეძახიან ამას. ჩემ შემთხვევაში, მაგალითად, მე ვიცოდი 14 წლის ასაკში, რა უნდა მეკეთებინა, ვინ უნდა გამოვსულიყავი, ან რა უნდა გამოვსულიყავი. ძალიან ბევრს რომ მკითხოთ დღეს ამ თაობის, ჯენზი თაობას, ხო? ისინი ვერ გეტყვიან რა მიზანი აქვს ცხოვრებაში, რას აკეთებენ. ჩემ შემთხვევაში, ემიგრაცია მე მომცა
პირველ რიგში ჩემი საკუთარი თავის ძალიან ბევრი ისეთი მხარე დავინახე ჩემი, რაც მე არასოდეს არც მე ფიქრა თუ არსებობდა ეს. რა წაგართვა ემიგრაციამ? რაც შეეხება რა წამართვა ემიგრაციამ, ვერ ვიტყვი რომ რამე წამართვა ემიგრაციამ. პირიქით მე ძალიან ბევრი კარგი რამ მომცა ემიგრაციამ. თუ ვიტყვი იმას რომ დამაშორა ესე ვთქვა ჩემს სახლს, ჩემს სამშობლოს, ვერ ვიტყვი რომ წამართვა. უბრალოდ ეს ჩემი არჩევანი იყო და ამ არჩევანით მე ვარ კმაყოფილი. ბევრი რამ მომცა და არაფერი არ წაუთმევია. წარსულში რომ დაგაბრუნა 25 წლის წინ გადადგამდი ამ ნაბიჯს, აი დღის გადმოსახედიდან და გახდებოდი ემიგრანტი. აუცილებლად, იმიტომ რომ მე როცა მესამე კლასში ვიყავი, მაშინ ესე გვაწერილებდნენ ფურცლებზე ვის რა გინდოდა გამოხვიდეთ, ხო იყო რაღაც ესეთი ხო არ დაწერე ემიგრანტი. არა, მაშინ დავწერე რომ ღმერთო მეთქი ისე არ მომკლა რომ ტელევიზიაში მუშაობა არ დავიწყო, მაშინ იყო ძალიან პოპულარული ირმა სოხაძე. ირმა სოხაძე არ გავიცნო მეთქი და შემდეგ ალბათ სხვა ქვეყანაში ვიცხოვროთ ხო. აი სამივე ფრაგმენტი ახლა ესე აგიხდეთ თქვენს და მეც ეს იყო თავიდან ეტყობა კოდი ჩაიდო, ის რაღაც კარმული არ ვიცი და ხო ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, ნუ ხო ირმაც, ხო კი ბატონო სოხაძეც გავიცანით და ქონდა ესეთი თანამშრომლობაც და ნუ ხა ახლობლობა და ურთიერთობა და ხო 25 წელია ვცხოვრობ სხვა ქვეყანაში. აპირებ საქართველოში დაბრუნებას? საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი როდის. რას ეტყვი ქართველ ემიგრანტებს, რომელიც ძალიან ბევრი ყავს მსოფლიოში? არ ვიცი, ალბათ იგივეს ვეტყვი, რასაც ბევრი ამბობს ხოლმე, გამძლეობა უნდა გქონდეთ, რაც თავია ჯანმრთელობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ფული და მალე დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ეს არის მთავარი ალბათ, ხო, ამიტომ ვართ აქ, რომ უფრო უკეთესი რას უნდა ელოდოს ქართველი ემიგრაცია საბერძნეთში შენგან უახლოეს მომავალში თუ ფიქრობ რაიმე საინტერესო ქართული საღამოს გაკეთებას? ვერ გეტყვით რომ რაიმე ესეც გეგმა საინტერესოს, თუმცა ბევრი თხოვს რომ რამე გავაკეთო, სადახარ, სადაიკარგე რაღაც, მაგრამ ჯერ არ არის, ჩემთვის ბაზარი არ არის მზად რაღაცა საინტერესო გავაკეთო ათენში. რაღაცას ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე ღიად რაღაცა ჩამოყალიბებული გეგმა ჯერ არ მაქვს. რას გვისურვებ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმნი და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებს. ძალიან საინტერესო კონცეფცია ზოგადად ესეთი გადაცემები და მე ვისურვებდი რომ დღეგრძელობა მინდა უთხრა ამ გადაცემას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანებთან გაქვთ შეხება და ძალიან ბევრი საინტერესო ისტორიებს ისმენს მსმენელი, როცა თქვენს გადაცემებს უყურებს. მე რამოდენიმე გადაცემა მაქვს ნანახი და მომწონს თვითონ მიმართულება გადაცემის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მინდა რა გისურვოთ, ყველაფერი კარგი რა თქმა უნდა. წარმატებები მინდა გისურვო მამუკა შენ საქმიანობაში. დაუბრუნდი მოკლედ ამერიკიდან საბერძნეთს და ვიმედოვნებ რომ ძალიან მალე დაბრუნდები საქართველოში და ისეთ საქართველოში როგორიც შენ გესახება მიზნად და აღარ გამოიხედები მოკლედ ემიგრაციისკენ. აუცილებლად მე ვფიქრობ და მჯერავს იმისი რომ საქართველოს ძალიან კარგ რელსებზე დგას, ბევრი კარგი საინტერესო რაღაცები ხდება. რა თქმა უნდა, ამას ახლა არ შეიძლება ამის უარყოფა, ბევრი რამე არის გასაკეთებელი კიდე, მაგრამ ერთი მთავარი თემა მაინც ის არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ქართველი დაბრუნდეს ჩვენს სამშობლოში. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და მინდა გისურვოთ ბევრი წარმატებები თქვენ შემოქმედებით ჯგუფს და თქვენს გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე კი ჩვენს ტელემოყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლდათ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შოუ ბიზნესის მამა, თაომად შეიძლება ითქვას, მამუკა ლიპარტელიანი, რომელსაც არაერთი საინტერესო ღონისძიება აქვს ჩატარებული როგორც საბერძნეთში, ასევე ამერიკის
შეერთებულ შტატებში. შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების სფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. მეტი გამომწერი ნიშნავს მეტ პოტენციურ სპონსორს. გადაცემა მონატრების სფერების ხილვა შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემი გადაცემის მთავარ პროდიუსერს ლიგია მუშკუდიანს, რომელმაც უზრუნველყო დღევანდელი გადაცემის დაგეგმა და ჩვენი შეხვედრა მამუკა ლიპარტელიანთან. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით გადაცემაში მონატრების სფერები. მანამდე კი მადლობა ჩვენ მიერ შექმნილ ტურისტულ კომპანია დაგითრეველს, რომელმაც უზრუნველყო გადაცემა მონატრების სფერების მოგზაურობა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. გემშვიდობებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების სფერები.